საქართველოს კიბერუსაფრთხოების და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების კონფერენციაზე IT ინოვაციის ავტორები დააჯილდოვეს. Აღნიშნული პროექტი საქართველოში მეოთხე ტარდება და მასში 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენცია როგორც საქართველოში, ასევე სხვა რეგიონებში ელექტრონული მმართველობის განვითარების პროექტებს და ტექნოლოგიური ინფორმაციების დანერგვის პროცესს ეხებოდა. წელს 17 ნომინაციაში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიდან 50-მდე პროექტი იყო წარმოდგენილი. წლევანდელი კონკურსი უკვე მე-6-ჯერ ტარდება. კონკურსის ფარგლებში იმართება დაჯილდოება საუკეთესო IT პროექტებია როგორც ბიზნეს სექტორში, ასევე საჯარო სექტორში და დაახლოებით 14 ნომინაცია. შემოსული იყო 60-მდე პროექტი, ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი, მაგრამ ჟიურიმ აარჩია ეს 14 ნომინაცია სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საუკეთესო IT გადაწყვეტილება, როგორც ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. საჯარო რეესტრა გაიმარჯვა 3 ნომინაციაში, ასევე მოიგო მთავარი ჯილდო, რაც რა თქმა უნდა მიუთითებს იმას, რომ ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული და განვითარებაზე ორიენტირებული სააგენტო. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ელექტრონული მმართველობის დანერგვას და რაც შეეხება ამ ღონისძიებას, ეს გამარჯვება და ასეთი ტიპის ღონისძიებები რა თქმა უნდა ხელშეუწყობს ჩვენს უფრო მეტ მოტივაციას და კიდევ უფრო მეტი ხალისით შევდივებით ამ მმართველობის მუშაობას.